და კვლავ საარჩევნო თემატიკა წინა საარჩევნო კამპანიას ორმაგი ძალისხმევით ატარებენ ის პარტიები, რომლებსაც აქამდე საარჩევნო ბარიერი არ გადაულახავთ. სახალხო დემოკრატების სოლიდარობა, თორთლაძე დემოკრატები და მომავალი საქართველოს არაკვალიფიციური სუბიექტები ამ მომრჩევლების ნდობის მოპოვებას ცდილობენ. მერობის კანდიდატებმა შეხვედრები დღეს დევნილებთან და გარე მოვაჭრეებთან გამართეს. აზარტულ ბრძოლაში მსახიობი ზაზა კოლელიშვილი აქტიურადაა ჩართული. მოქალაქეებს სახალხო დემოკრატების პროგრამას ის გუნდთან ერთად აცნობს. პრიორიტეტები გამოკვეთილია, თუმცა კანდიდატების გეგმები სხვადასხვა. კოლელიშვილი საბურთალოელებს ხაბარელი კი მხარდაჭერისკენ ვაზისუბნელებს მოუწოდებს. ჯუდოისტი კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში პირველ საქმედ ვაზისუბანში სპორტული ცენტრის აშენებას გეგმავს. 50,000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს აქ და ერთი სპორტული დარბაზი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირველი პრიორიტეტი იქნება, რომ ამ უბანს ერთი მართლაც თანამედროვე დარბაზი აუშენოთ. პრობლემებია, რა თქმა უნდა, დასაქმებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა პრობლემები, ესე იგი, კომუნალური პრობლემები, გადასახადები, რა თქმა უნდა, უჭირდა, რა თქმა უნდა, სახალხო დემოკრატები და პირადად მე, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები. თავიდან ბოლომდე ვიბრძოლებ ამ კომუნალური გადასახადების შემცირებისკენ. აქტიური კამპანიის ფარგლებში დევნილებს ფართობის დაკანონებას სახალხო დემოკრატების მერობის კანდიდატი პირადად დაპირდა. შეხვედრა პარტიის ოფისში ვაკის სტუდქალაქშიც ასახლებულ დევნილებთან ჰქონდა. სანამ ივანიშვილი დევნილებს ხვდებოდა, მისი მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში სახალხო მსვლელობას აწყობდა. დევი ჭელიძემ საარჩევნო ნომრის პიარ აქცია ჭავჭავაძეზე გამართა. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფლებას მოაქვს პროგრესი. მერობის უხუცესი კანდიდატი კონკურენტებისგან განსხვავებით ხმამაღალი მოწოდებებით გამოირჩევა. პარტია სოლიდარობა ორიენტირებული მეცნიერების განვითარებაზეა. საარჩევნო პროგრამაც მეცნიერულად გათვალეს. ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დედაქალაქის მმართველობაში კომპეტენტური ადამიანების ჩართვაა. პრიორიტეტი ექნება მეცნიერებათა დარგებს, დასაქმება ისე მარტივად კი არ არის, ექნება ღრმად გააცნობით თანამედროვე ეკონომიკური სინამდვილეს. პროგრამის დიდი ღმელებისთვის გაცნობამდე ეკონომიკური დოკუმენტის დეტალები პრესას გაუზიარეს. პარტია სოლიდარობა გამარჯვების შემთხვევაში საწარმოებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, პენსიების გაზრდას და ხუთშვილიანი ოჯახების ბინით უზრუნველყოფას აპირებს. ყველაფერს გავაკეთებთ ქალბატონო იმისათვის, რომ თქვენი მდგომარეობა ეს დუხჭილი ყოფა შემცირდეს. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა მომავალი საქართველოს პრიორიტეტიც. ახალი საწარმოების გახსნის გეგმა გიორგი ლაღიძემ გარე მოვაჭრეებს მარჯანიშვილზე გააცნო. არჩევნებამდე 2 დღით ადრე საკუთარ შანსებს დამაიმედებლად მიიჩნევს. ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ამასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე, ახალი საწარმოების გახსნისა და ამუშავების ხარჯზე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. თორთლაძის პარტიას საბურთალოზე შემაჯამებელი შეხვედრა ჰქონდა. ბუკიასბახში თორთლაძე დემოკრატების მერობის კანდიდატმა პრიორიტეტებზე ისაუბრა. პარტია აქცენტს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე აკეთებს. ჩვენ რასაც გეგმავდით იმ წირის შესაძლებლობების შესაბამისად ყველაფერი შევძელით. არსად არაფერზე გული არ წდება. ყველგან ყველაფერი შევძელით. ეხლა ყველაფერი გამოჩნდება 30-ში. ფლაიერებს დღეს აქტიურად არიგებდნენ და არც დაპირებებს იშურებდნენ. არჩევნებამდე 2 პოლიტიკური დუმილის დღემდე კი 1 დღე რჩება.